Დილამშვიდობისა, საქართველოს დღეს 18 დეკემბერია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. Გამოშვებას ვიწყებთ ბოლო ამბებით ახლო აღმოსავლეთიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰამასის უდიდესი 4 კილომეტრის სიგრძის გვირაბი აღმოაჩინა. ის 50 მეტრამდე სიღრმეზეა გაჭრილი, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციითა და საკომუნიკაციო სისტემებით. გარდა ამისა, გვირაბი საკმარისად განიერია დიდი ავტომობილის გასატარებლადაც. Paralelურად გრძელდება ისრაელზე ზეწოლა ღაზა სექტორის დაბომბვების გამო. თემას გამოეხმაურა რომის პაპიც. ფრანცისკი ამბობს, რომ ღაზაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები ბომბების სამიზნეები არიან და მწუხარება გამოთქვა ღაზის ერთ-ერთ ეკლესიაში დედა-შვილის დაღუპვის გამო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ისრაელის სამხედრო სნაიპერმა მოკლა. თელ-ავივის ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 19,000-მდე ადამიანი, აქედან 70% ბავშვი და ქალია. მათივე ინფორმაციით დაშავებულთა რაოდენობა 51,000 საჭარბებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულია ათობით პირი. ახალი ჰუმანიტარული ზავის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ახლო აღმოსავლეთში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კატრინ კოლონა ისრაელელ და პალესტინელ კოლეგებს შეხვდა და კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გახსნას სწორი ნაბიჯი უწოდა. მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახულია, საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად მუშაობას აგრძელებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება, ამისთვის კი ქვეყანას 9 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება სჭირდება. ოპოზიციის ნაწილი მზად არის პროცესში აქტიურად მონაწილეობისთვის, თუმცა მანამდე მმართველი გუნდის მიერ ევროკომისიისთვის გადაგზავნილი სამოქმედო გეგმის დეტალებს ელოდება. სამუშაო ჯგუფების შექმნამდე მნიშვნელოვან თემებზე კონკრეტული პოზიციის არსებობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციის მეორე ნაწილი. გეგმა, რომელიც გაგზავნილია ევროკომისიაში 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ჩვენთვის არ არის საჯარო. შესაბამისად, მას შემდეგ რაც გვესოდინება მეტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე ჩავერთვები ჩემი მიმართულებით, აქ არის საუბარი დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, ასევე იმავდროულად საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დაახლოებაზე ევროკავშირთან და რა თქმა უნდა, ვიქნები ასევე ხმამაღალი იმ რეფორმების განხორციელების კუთხით რეკომენდაციების ნაწილში, რაც არის აუცილებელი. პირველ რიგში რომ სამუშაო ჯგუფების შედგენაზე უნდა იყოს პოლიტიკური პოზიციები. მე არ მოსმენი არც ერთი პოლიტიკური ძალისგან, მათ შორის მმართველი გუნდისგან, რამე პოლიტიკური პოზიცია. მაგალითად, როგორ შეიძლება სუსის კონტროლი დავამყავოთ არსებულ პირობებში, ან რა უქნათ ეროვნულ ბანკს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ერთ-ერთი რაც მართლა მნიშვნელოვანია და ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელია, ეს არჩევნების ნაწილი, ანუ მეოთხე პუნქტი და ამაზე რა თქმა უნდა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩავატაროთ სამართლიანი გამჭვირვალე არჩევნები. ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად ქვეყანას 1 წელიწადი დასჭირდება, ვარაუდობენ მმართველ გუნდში. მათივე განმარტებით პროცესი დაწყებულია და არის კონკრეტული შედეგიც. უმრავლესობა თვლის, რომ დეპოლარიზაციის მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილთან ერთად მუშაობა შესაძლებელია და მათ რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მონაწილეობა არის საჭირო, აუცილებელიც არის და დეპოლარიზაციას თუ არ ველით, ჩვენ არ ველით ყოველ შემთხვევაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლოთ პარლამენტში ერთობლივად მუშაობა გარკვეულ კანონპროექტებზე, გარკვეულ რეფორმებზე, რომლებიც არის ჩამოყალიბებული ჩვენი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ასოცირებული წევრი ქვეყნის და კანდიდატის, წევრობის კანდიდატის დღის წესრიგში. ევროინტეგრაციის მატარებლიდან ოპოზიციის ვაგონი არის ჩახსნილი. შესაბამისად, მათი ვაგონი გაჩერებულია, ეხლა ისინი ამ ვაგონს ხელით მიაწვევიან და გააგორებენ თუ გაჩერებულ ვაგონში გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს არის მათი გადასაწყვეტი და ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ საქართველოს და ქართველი ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, მათ შორის აგრძელებს ევროინტეგრაციას და შესაბამისად მათი მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა აბსოლუტურად არანაირად არ აისახება საომავლო შედეგებზე. ზამთარი ძალებს იკრებს, საქართველოს მასშტაბით ამინდი უარესდება. ქარბუქის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის
გუდაური კვების მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მანქანები გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვაუდამცავი გვირაბების გავლითი მოძრაობენ. გარდა ამისა, გადაადგილება აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და დიდი ავტობუსებისთვის კოდა ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზის 50 კილომეტრიან მონაკვეთზე სოფელ აიაზმასთან. წინა სახელმწიფოდ კონტროლი მკაცრდება წიწვოვანი ხემცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე. შეგახსენებთ ამ წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა და შესაძლოა პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს. პარალელურად გრძელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანია ნუ მოჭრი ნაძვს, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ. წოვანი მცენარეების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შემოუერთდნენ. ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები წინა საახალწლოდ კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებით. კანონდამღებების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ არ მოუჭრათ ნაძვის ხე და თუ მაინც ვინმეს უნდა რომ ცოცხალი ნაძვის ხე ქონდეს, მოდი ქოთნის ნაძვის ხე დაიდგას თუ არა და არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისაც, რომ გაილამაზოს საახალწლო დღესასწაული. ახალი სტრატეგიული ხედვისა და საინვესტიციო მიმართულების შესახებ ინფორმაცია პროფილური მედიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს გააცნო საქართველოს განვითარების ფონდმა. შეხვედრისას დეტალურად მიმოიხილეს ფონდთან დაკავშირებული საკანონმდებლო, სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებები. სიახლის მიხედვით, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს ის უკვე პროაქტიული სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია, რომლის მიზანიც კომერციულად მომგებიანი პროექტების საშუალებით ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებისთვის ხელშეწყობაა. პრეზენტაციის ფორმატში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ რეფორმირებული საქართველოს განვითარების ფონდის როლზე, რომელმაც საინვესტიციო კომერციულად საინტერესო პროექტების დაფინანსების კუთხით თავისი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენს თავს ხედავთ ისეთ სექტორებში, როგორიც არის თქვათ ინოვაციები, მაღალტექნოლოგიური წარმოება, აგრეთვე ვაპირებთ ვიყოთ საკმაოდ აქტიურები საექსპორტო პოტენციალის მქონე წარმოების სტიმულირების მხრივ. Asta იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე გემშვიდობებით.